მოგესალმებით, ჩვენი გადაცემა არის ეთერში, წამოსანახავად მოგხსენებათ ესეთი გადაცემის სახელი გვაქვს ჩვენ მოფიქრებული და მარიკო ებრალიძესთან ერთად უნდა ვიმოგზაუროთ ახლა სხვადასხვა ადგილებში და სად წავიდა სანახავად და ასევე სად დაიკარგა სანახავად. მოგესალმებით და მიხარია, გამარჯობა. მეც ძალიან მიხარია. აკვარდა შენს პანელს და შენს მაყურებელს. That's chance გამოცდილებებს და ჩემს დაგვიანებებს და ადრემისლებს და დაკარგვებს გაუზიარებ მოგზაურობის. აი ეს არის საინტერესო დეტალი, რომ მოგზაურობას დაგვიანება, არაორგანიზებულობა და დაკარგვები არ უყვარს. არ დაგვიანებით და ერთი დღით ადრე ვიფსულ ვარ აეროპორტში, მაგრამ დაგვიანებით არ დაგვიანებ. რომლებიც ციფრის მასალად ვიხმარ. მე ქალწულს დაგვიანებას ძალიან ვთქვით. მე დღით ადრეს კი ვიფსულ ვარ ხო გეუბნები აეროპორტში აირახული შუაღამით უნდა მივხვიდე და დრო და რიცხვი ვაგერია და რაღაცა. და მე წამოვედი უკან და მეორე დღეს ისე მივედი, ადრე მივედი რა, ერთი დღით. მე ეს ადრე მივედი, ჩემს პუნქტუალობას ესე ვთქვათ მივაწერ ხოლმე. აი იმდენად პუნქტუალური ვარ, ერთი დღით ადრე მივდივარ აი. ეს უკვე პლუსი შეიძლება. კი, აღერანი. ახლა დაკარგვებით დავიწყოთ თუ უბრალოდ მოგზაურობით. ისე უბრალოდ მოგზაურობა მიყვარს ესე მთლიანად. ნუ ვის არ უყვარს ხო მოგზაურობა, ახალი ქვეყნების ნახვა, ახალი ემოციების დაბრუნება მე შენს და რა მიყვარს ცი მოგზაურობის აი რომ ჩამოდიხარ სამშობლოში ქვეყანაში სახლში და აი თვალსაწიერი იქ ვარი. აი სახლში კი ხარ რაღაც იმ შენს რაღაც სამზარეულოში, მაგრამ თვალი არის იქ გონება. აი რაღაცა ეს წარმოსახვით ხარ თითქოს იქ, იმიტომ რომ რაღაც დადიხარ კორიდორიდან რაღაც აძინებლიდან სამზარეულოში, მაგრამ უცებ ხვდები რომ აი ეხლა აქ უბრალოდ ფიზიკურად ვარ, თორე შეგნებით, არსებით და ფიქრით, აი თვალების წინ ეხლა ის რაღაც შენობების ქუჩები სადაც დასერებ და ეს შეგრძნება თან თითქოს გულსატკენ იმიტომ ისე ვიგინდა რომ იყო, მაგრამ თან რა კარგია რომ აი ამ ემოციებით სავსე რო ხარ და დიდი ხანი რომ იყვება ეს. რა შეიძლება ხოლმე ყველაზე მეტად ეს არის თვალებში ეს რაღაცა ხედვა და ვიზუალი, ეს არის ხმები, რაც აი ქალაქში, მაგალითად ყავრიან ქალაქში უფრო მეტად არის, თუ აი რა მოგაქვს ყველაზე მეტად განწყობით, რაც რაღაცა გარკვეული ხანი მე თბილისშიც გასაცხადია. ალბათ სინთეზია რაღაცა ყველაფრის ერთად. რა ხარ რადგანაც პირველ რიგში ეს რაღაც ვიზუალი ვახსენე, ალბათ მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი ვარ და ხმებს მიდათ უფრო უნდა ვაქცევდე ყურადღებას, აი რაღაცა პირველი უფრო თითქოს ვიზუალი მოდის ხოლმე რა. აი ხმა თუ რაღაც ძალიან ისეთ არ მიიქცია ყურადღება მახსოვს ერთხელ ევროვიზიის ფარგლებში დანიაში რომ ვიყავით დასულები შინთან ერთად. რაღაც ის ქუჩაში მოსეირნოდით და ბიჭი და გოგო გარეთ ისეთ ქუჩის მუსიკოსები რო არიან ესე იდგნენ და ღეროდნენ და რაღაცა ისე მეც შემაგდეს და ეს კადრები და ეს ხმა და ეს red road don't come back no ეს იმღერეთ რა აი რაღაცა იმღერდე მომყვება ეს რაღაც ვიდეოც მაქვს შენახული ფოტოც მაქვს შენახული და რაღაცა ეს ვიზუალი და ეს ხმაც და საუნდი ძალიან მომყვება ხო აი ხო უცებ გამახსენე მოგზაურობაზე გაქვს ძალიან მაგარი აი მაგარი მაგარია რა სამი შეიძლება ისეთი მოხდეს რაც გეგმით არასოდეს არ მოხდება. აი მე ზუსტად კი ნამდვილად. თუნდაც ეგ ამბავი რასახო თუნდაც ეს და თუნდაც კიდე ის რაღაც დაკარგვები და აცდენები და დაგვიანებები არა უბრალოდ ეგ ვაცდები რა რაღაცა წამში და წუთში ვაცდები ერთმანეთს და ნერვიულობ ინსულტას და ძალიან განიცდი, მაგრამ აი შემდეგ რო გავდის უკვე რაღაცა ციცილით და ხარხარით. ამას ეხა სიცოცხლე მაგრამ ერთი დეტალი მინდა რომ მეთქვა და ერთი სიტყვით ადრე დამასწარე ზუსტად ამ სიმღერის ნაწილზე. რამდენიმე ხნის წინ Facebook-ში გავრცელდა ესეთი ვიდეო, რომელიც არის კუბაზე გადაღებული, თუ არ ვცდები დედაქალაქში, ჰავანაზე გადაღებული ვიდეო, სადაც კარი არის ესეთ გახსნილი და ქალია გადმომდგარი, ზუსტად შესაძლოა თმა გადმომგრილი და კონტრაბასისტი კაცია გარეთ. და აი ზუსტად ესე ამ განწყობილ რაღაცას ვერ პირველად რომ ეს ვიდეო ნახე, ერთადერთი ვიზეთ გავიქცე მე გავიდა წლები, მე ჩავედი კუბაზე, აღმოჩნდა რომ რეალურად ეს ხალხი ამით ცხოვრობს, მართლა, იმიტომ სხვა არაფერი აქვს მათ დარჩენილი, მართლა გარდა აი ამ ერთმანეთთან გაზიარებული სიმღერა და განწყობისა. აქედან სულ ფიქრობ, რომ ოდესმე მაგ ჩავწერ, ეს უნდა ვკითხო, რომ რომელ ქვეყანას გრძნობს ყველაზე ახლოს აი მუსიკალური ხასიათი, აი ყველაფრით როგორიც შენ ხარ. კუბაზე და ბრაზილიაში და პორტუგალიაში და ვთქვათ რაღაცა ესეთ ლათინო ამერიკულ ქვეყნებში ეს სამწუხაროდ არ მიმოგზაურია. უკვე ის ხონდა მიზიდულობა, რომ სად ხარ?
ხوارიან ადამიანები რომ იტალიელი ვარ სული. აი ჩემი და იტალიელია. აი რაღაცა აბსოლუტურად ესე გადაწყვეტა რომ იტალიელია. ხო, მაგრამ მისადით კარგად ვიქნებია. იქ მინდა რომ იყო, იქ ვიბღერებ, იქ მოვძებნი მუსიკოს, იმ კონტრაბასს. იცი გადმოვდები გადმოყრი ამ დალალებს და იქ შევქმნი იმ განწყობას და იმ რაღაცა ხასიათს მგონია. რა თქმა უნდა ვიზუალი, ის რაღაცა ქვაფენილიანი პატარ-პატარა ქუჩები, იქიდან მონაბერი ეს ზღვის სიო და ხმაც და ეს პატარა ქუჩების ხმაურიც გიწყობს ამ განწყობაში ხელს, მაგრამ მგონია რომ ალბათ განწყობა შენ თვითონ შეიქმნა რა შენ თავში. ზაფხულის კურორტები თუ ზამთრის? ზაფხულის აუცილებლად ზღვა. აუცილებლად, აი სულ სამი თვე რო ჩამაგდო სანაპიროზე, აი ერთი პირსახოცით და ერთი ფროსტკებით, მიმოვავადია. აი გავატარებ ზამთრით. ხო, შენაყუნებით, მაგრამ ზამთრით ძალიან ზოგიერთი აღმოჩნდა, იმიტომ რომ რამდენიმე წელი ესე რაღაცა გადავაბით ოჯახმა, რომ ავდივარ ხოლმე მთელი რაღაც სამეგობრო ბავშვობის და ჯერ ჩაიცვე, მერე გაიხადე, მერე მოაწესრიგე, მერე ძალიან რთულია ზამთრის ის თან მე ხა ზოგადად ეს სრიალი არ ვიცი და რაღაცა ჯერჯერობით ვეც აი ბანკოს მგონია ხოლმე რომ აი მოტოციკლებს უფრო გავატარებ, ვიდრე დავდგე, ასე რა ქვია, ხილამურებზე ასე მგონია რატომღაც რომ აი მოტოციკლებს უფრო გავრისკავ და ვისწავლი და გავატარებ, ვიდრე ხილამურები და ამიტომ თუმცა ეს თოვლი და სიცოცხლე არის სივრცე აი გარემოსახმა ძალიან სიამოვნებს და ძალიან მომწონს. ოღონდ ეთიკური რა 5 დღე მაქსიმუმ ხარავა ის სიცხე და ზღვა სულ მე 3 თვე 7 თვე იყო სიცხე ზღვა სანაპირო ფეხში შველა ბოდიარი და აი მზის ჩასვლის პეიზაჟის ყურება არასდროს არ მომწყდება, საოცარ ენერგიას ვიღებ, საოცრად მამშვიდებ, საოცრად მავსებ, ძალიან რაღაცნაირად ესე ცლის იმ უარყოფითი ენერგიიდან და მავსებ ძალიან ბევრი პოზიტიური ენერგიით და არ ვიცი, ძალიან მიყვარს სხვა ადამიანზე. მზის ჩასვლა ხო ეხლა ხრიკს გასწავლი და ეს მსმენელებსაც ვასწავლი. მზის ჩასვლა კი არა, მზის ამოსვლა უნდა ნახო რიო დე ჟანეიროში ატლანტიკის ოკეანეზე ცნობილი კოპაკაბანა ხო არის ეს ზოლი ხო სანაპირო ზოლი. იქ რომ ზე ამოდის, მე ეგეთი მზის ამოსვლა ასად არ ვიყავ და ოდესმე ეს მოხდება ნებისმიერ ცხოვრებაში ჩვენი მსმენელები შეთან დაიმახსოვრე რომ გირჩევ დილის 5-6-ის ნახევარზე გაიგვიძო და ის მომენტი ნახო და მე შევადაროთ ჩასვაჯობია თო. ვაუ, აუცილებლად. იმედი მოხდება ეს. მოხდება, მაგრამ ცხოვრებაში არ რომელიმე თქვენი რადიოს და ტელევიზიის მოხდების და ამბობები. ახლა თქვენთან რა მოხდა პარიზის დისნეილენდში? პარიზი, მეთო ჩემო, აი როგორ დავგეგმეთ იცი პარიზის დისნეილენდი და მე მილანი. აი ყველა წუთი და წამი რო გაწერილი გქონდა და აი რაღაცნაირად თან მე ჩემი და ისეთები ვართ რა მობილიზებულები ძალიან ისეთები რაღაც წესრიგის ადამიანები არ გვყვარს არსად დაგვიანება და ყველაფერს ესე ძალიან სკულპტუროზრად გავდივართ ხოლმე და მოკლედ ძალიან აღფრთოვდა დედა და ესე პირველად იყვნენ ესე მithქვით ეს პარიზი ესე კითხე რომ აბა თქვენი სასურველი ქვეყანა და რა არის ქალაქი და რა და დედა პარიზი და იტალია და აი ხო დედა პარიზი მე გადავაბით და ჩავედით მოკლედ პარიზში, ძალიან აღფრთოვანებულები ვართ და ვემზადებით დისნეილენდში და მივედით დისნეილენდში. ანუ ეთის რეჩეკ სამი ხარ თუ ბავშვობით სამი? პაპანა დემეტრე, ერთი, მაგრამ ნუ ეს დემეტრე არ გუშლის ხელს ისეთია რა, სასათამაშო უყურეთ არ არის ერთი სამი საათი. ჩვენ ერთობით, ხო, რა თქმა უნდა. ესე იგი, ვერ გადმოვცემენით, ხო არ ვიცი როგორ რა სიტყვებით მოვუყვე მაყურებელს და მსმენელს, თუ რა მასშტაბის, რა სიდიდის, რა სივრცის ადგილი არის დისნეილენდი. ჯერ მარტო აი მაბრას რო ხედავ, აი უკვე დაკარგული ხარ, აი უკვე რაღაცა დაკუჭებული ხარ, უკვე აბსოლუტურად ის ფერი ჯადოსნური ნუ აი საოცრება ხალხს არ მყოფნის არანაირი ლექსიკა, რომ ის ყველაფერი აღწერო. და ნუ აი ერთადერთი სიყვარული ჩვენ მდგომარეობას კარგად აი გადელებულები, აი გადელებულები რას მივასწრეთ, რა ვნახოთ, რა ვიხიდოთ, მოსწრებას ვინ ფიქრობს, იქ რო ხარ გონია რომ არ დაღამდება, გონია რომ არასოდეს არ დაღამდება, გონია რომ სულ დღე იქნება და დაღამებას და რამის მოსწრებას ვინ ჩივის
აი ესეთ გიხარ ერთ მაღაზიაში რომ შედიხარ და მე მაღაზიაში თან იქ როგორ არის მოწყობილი იცი ატრაქციონიდან მე მაღაზიაში და კარგად რომ დახარ კარგად რომ გაიხიდო და რომ დატოვო ეს მოიხსნა უბრალოდ და რომ დატოვო კარგად თუმცა ყველა ატრაქციონი უფასოა და როგორ აი რამ ერთ ატრაქციონზე იქიდან მეორე მე მესამე ეს ცელოფნები უკვე ნაყიდი აი ძალიან დაღილები ვართ რა და ბოლოს მივხვდი რომ რაღაცა და საათ ნახევარია თუ 2 საათია დარჩენილი აი გრანდიოზული შოუს აი ფეირვერკების და ლაზერული შოუსის რო არის ნელ-ნელა დაღამდა ხა აღარ მოყვები იმ რაღაცებს რა იქ ნუ აი გადებულები დავდივართ აი ეს პირღიები და თვალე გადმოუგდებულები და ნელ-ნელა უკვე ბინდდება საათ ნახევარია იმ შოუმდე დარჩენილი და უკვე ხვდები რომ ვეღარ დავდივარ აი აღარ შემიძლია ფეხები აღარ დადე და შემიძლია ძალიან ისე მოწყობილებული ჩემს ენერგიულები რა და ვუთხარი რომ თქვენ ახლა წამიტოთ რომ დავაფიქსირებთ რომ ტელეფონები ყველას გვიჭდება და აი ამ შოუს ვეღარ გადავიღებთ და რაღაცა თითქოს ვეღარ ჩაწერთ ტელევიზორში და ინტერნეტში და ვერ ნახავ მაგრამ აი ხო გინდა რაღაც თეორია ხო შენი ნანახი და გადაღებული ვიდეო რო გქონდეს და თქვენ მეთქი წადით თქო დაეწენეთ ტელეფონები მეთქი და მე და დემეტრე მეთქი აი ამ შენობასთან ვიქნებით მეთქი ესე რა მეუბნები აი რაღაცა საოცარ სვეტებიან გუმბათებიან სასახლე რომელსაც იმართება ეს შოუ და თავიდან რომ შემოდიხარ დისნეილენდში ხო ამ სასახლეში ხო გვერდიდან და შუიდან სულ გადიხარ რა ანუ გაქვს იმის საშუალება რომ იარო ქვეშიდანაც გაძლო და გვერდები ამ მთლიან პერიმეტრზე და რადიუსზე სულ ხალხი გადის ხო და ესენი რომ გავაფრთხილე რომ თქვენ მეთქი წადით ატანეთ ტელეფონი ნუ ჩემდაც რომ მოაყოლო იმის მოყოლით მე ცოტა სხვანაირად ვთქვი რა შემოგვიო ხო მე რომ აქ ვიდგები და აქ მოდითო და მე კიდე პირიქით ანუ მე სანამ თქვენ იქ მე გონია რომ სხვა რაღაცა უთხარი ამაზე სულ კამათობ ხოლმე თქვენ სანამ თქვენ იქ მიხავთ მე ნელ-ნელა წავალ იმიტომ რომ ძალიან მტკივა ფეხები და სანამ თქვენ იქ მიხავთ და მე მოხვალ მე აი ამ შენობასთან მივალ და იქ დაგელოდებით და იქ ვიქნები და თუ დავიკარგეთ აი ესეც დავწინე კლიკი თუ დავიკარგეთ ბოლოს და ბოლოს ამ გასასვლელთან შევხვდებით და ბოლოს მომაძახა მე და ჩემ ადამ რომ მანქანასთანო რა თუ რამეა მანქანასთანო კარგი ჩემი და წავიდა აღმოჩნდა რომ იქიდან თურმე იმ დამცადაც იტენება ტელეფონები იქ ძალიან იმ ადგილიდან დიდი ეს არის გზა არის გასაერთო რომ მოტრიალდა და იმ ადგილას მოვიდა სადაც დავშორდით მე იქ აღარა ვარ ვაი შესკეთებას იმიტომ რომ უკვე ჩავარდა პანიკაში მაგრამ საქმე გასაკეთებელია რა გასადენია და ისე რა ქვია წავალო რა მაგით და დეშემდე თან ერთად დადიან რაღაცნაირად მივიდნენ იმ დამტენის ადგილას ტელეფონები დატენეს მაგრამ ეხა იქ უაღარ დგას მარიკო სად არის ეხა ეს მარიკო მაგრამ მე ხო ვუთხარი რომ იქ ვიქნები იმ ადგილას რა შენი გეგმით პატიას მე ჩემი გეგმით ესენი რომ იტრიალდნენ მეც მოვტრიალდი მოვკიდე დემეტრეს ხელი და ნელა ესე ბაჯბაჯით და 5 წუთში ანუ რომ მოვტრიალდი სანამ აი სამე ან რაღაცა ჩამოჯდებოდი თუ რაღაცა გზას მივუყვებოდით უცებ ესე იგი ეს ნაკადი ხო უკვე გაედინება გასასვლელისკენ რომ გასასვლელთან უნდა დადგნენ რომ ამას უყურონ რა აი ამ დიდ სასახლეს უყურონ და ჩამწიფლებში ჩაცმული ადამიანები ესეთი მანათობელი ჯოხებით უკვე ჩამწკრივდნენ შესასვლელებში ესე პატარა ბაღების და რაღაც მაღაზიების იმიტომ იკეტება უკვე მაღაზიების და ახლის ნაკადი უნდა ხო და ეს ნაკადი უნდა მოაწესრიგონ და ეს ამხელა ხალხი უნდა გადაგრეკონ იქითკენ რა და ხო რა და მე ძალიან დავიბენი იმიტომ რომ ეხლა ვაიმე ესენი ამათ შეხვდებიან იმათმა ინგლისური არიციან რანაირად გააგებინებენ იმიტომ რომ ამ გზას უკვე აღარ გამოატარებენ რა ასადაც ვიდექით პირდაპირ უნდა გადაგეჭრა და სასახლესთან ხდებოდი მაგრამ იქ აღარ გატარებენ რაღაცა გზებით უნდა მიხვიდე სასახლესთან ნუ გავყევი ამ ჯოხების ქნება სადაც მიქნებდნენ იქით მივდიოდი ამ იმას რაღაც გავიარე მოკლედ ეს ბილიკი და ვზივართ ახლა მე და დემეტრე ნუ აი სადღაც ჩამოვსხედით და დემეტრე ძალიან ნერვიულობს დავკარგეთ ვაიმე რა ვქნა ვეღარ ვიპოვით მე მივიდა არ არსებობს არ ვერ დავიკარგეთ ბოლოს მანქანას ამას ვაცმარებ მაგრამ გულში უკვე ბაგაბუგი მაქვს ზივა და ერთი ზარი რაღაცა იმითი რა ქვია ხმით თან და აი ხაშ დაიწყო მეორე ზარიზე რა ჩანან ჩემები რა სად უნდა გამოჩნდნენ ნელ-ნელა ისეთი ამბავი აწყდა იქ რომ აი ნემსვე ჩააგდებ იმდენი ხალხია თელ ამ პერიმეტრზე
გათანტული ეს რაღაც ათასობით ადამიანმა მოიკრიბა თავით შედარებით უფრო მცირე ადგილას და აი სუნთქვაც არ შეიძლება ცაცრო აღარ ჩანს და მეთქი ხა აი აქაც რომ გაიარონ აი რომც გაიარონ ბულში ვფიქრობ რა უნდა და ავიხედე ესე თვალები ავღმართეზე და მერტო ვეხვეწე აი ხო შეიძლება რომ აი აქ გაიარონ აი ხა ეს ადამიანი რომ დადის ხა აი ეს ვიღაცა რომ აი ხო შეიძლება რომ დედაჩემა და ჩემა და აი მოახდინე სასწაული აი ესე უკვე ხმამაღლა ვეხვეწები და ხო შეიძლება რომ იქით არ წავიდეს და აი ეს უცებ ავწიე თავი და ჩემი დის ლურჯი ქურთუკი და კეთო აი ესე რომ ვიხრიალე ვიღაც ახსოვდა შენი და ჩემს თავში მიტყარი ჯოხი რაღაცა ჯოხი დადიოდა მანათობელი დემეტრე აყიდა ჩემი და ჩამეხუტა ხალხი ესე ვიყურებს იმიტომ იდეაში აღფრთოვანებულები აი ამ სასახლით უნდა ვიყო და ჩვენ ერთმანეთს ვეხუტები ვიღაც ახსოვდა შენი შოუ შენი მაზერი აი იმდენი ეფექტი უკვე იმ ყველაფერს აღარ ქონდა აი რაც თხოვე აი ხო რატომ აი მაინც აქ ხო შეიძლება მართლა ამ წუთიდან გამოსულა მართლა წინ ჩამიარეს და მოკლედ აი ესე იგი აი ესე გაგიჟებულები აი ამ აღფრთოვანებით აი ამ სიხარულით ამ ბედნიერებით ამ სიხარულის წამლებით ამ ეჭებით რაღაცა კანტლიჯო ესე ნახე და ვიღე კი ერთად ვიყავით მოვასწარით ყველაფერი და აი ესე ბედნიერად და ესე რაღაცა დიდი იდეაში სასწავლო ყოფილიყო ეს სასახლეზე ლაზერ შოუ მაგრამ აი სასწავლი მართლა ჩვენი შეხვედრა იყო იმიტომ რომ მე ვინც გვახდა ვინც მე სასტუმროში მიყვანა იქ დაიკარგებიო სამი დღეზე ვერ ადამიანებს უბრალოდ არ არსებობს ისეთი რომ რანაირად შეხვდით ერთმანეთს როგორ იპოვეთ სხვათა შორის აი საზღვარგარეთ ერთად რაღაც ეგეთ დიდ სანახაობაზე მიდიხარ სადაც აი მართლა მთელი სოფელი იქნება იქ ხვდები სინამდვილეში რა მასშტაბები არსებობს და რა რაოდენობაზე საერთოდ ლაპარაკი ხო? ჩვენ ვართ ისე ჩვენ სივრცეში შეჩვეულიად რაღაც გაყოულ ხალხს ბარიერი ჩვენ და მიადგა მე ეს ტელეფონები რომ დადოს ცალკე ჩემი ის ისტორია ხა იმათ რა გადაახდათ რა რომ დატენეს ეს ევროპული გამოვიდნენ იმათაც ეს რაღაც ჯოხებიანი არსებობდა და ისა მიასორელა ეკითხება ჩემი და მიასორელა people I don't know people ეუბნება წადი იქითო people სორელა მიასორელა ეუბნება კაცი შვილი აღარ არის იქო მე ჯერმადან ესე გაიგო რომ იქო კაცი შვილი აღარ არის და გამოვიდა სამშობლო და იმათი ისტორია კიდე მართლა ჩვენ ხარეს რატო წარმოვიდნენ და არა იმ ხარეს ეს კიდე სამი ისტორია სერიაში არა ესე 5-300 ვიტყვი იმიტომ რომ აი ყველანაირად დაგვებულოკა გზაურო საწინააღმდეგო გზით წავსულიყავი თუ რა გამონათდაო გაიშალაო ხალხი და შეეჩიმა მომკიდა ხილე წამო და რომ მომკიდა ხელი და გამომიყვანა და დაწინაოდი და წინ წავედი უცებ შეგიხმა მესმის კეთო ეს ხო მესმის ხმა არ ქონდა ხო ნუ არა კიდე ორ მაგარ გამწარებულმა მოკლედ აი ეს არის მოგზაურობა რომ სულიად მძიმე მდგომარეობას დროის შედეგად ყველაფერს ნასკარად თავდება რა თქმა უნდა მოდი ახლა სანამ დავამთავრებთ განაცემას საგვისახებია სამი ისეთი ადგილი სადაც მინდა რომ ცხოვრების განმავლობაში აუცილებლად ფეხი დაადგა ძალიან მინდა ბრაზილია ზისამოსმა აუცილებლად აი რადგანაც ხო თან მithmetes მახსენე და საწავიდოდი კიდე აი გეუბნები რომ ლიმიტად გაქვს ბილეთის აღშენის საშუალება აი რა ბილეთს აიღებდებს არ ვიცი სხვა დანარჩენი ორი საწავიდე საბერძნეთში წავიდოდი კი ბატონო საბერძნეთში წავიდოდი და მესამე თორე ხო რაც მინდოდა ის რაღაცა ბრაზილიაში არ ვარ ნამყოფი და ძალიან მინდა და რაც მინდოდა და ყველაზე მთავარი რომელიც შეისრულე რომელი იყო ისეთი ოცნება რომელიც უკვე შესრულებული იცი რა ის ოცნება ისე აი მაგრამ დისნეილენდი ძალიან მინდოდა თან მithmetes აი ჩემთან და ჩემთან და რაღაცა ბავშვიც ამ შემთხვევაში და ის დისნეილენდის თაობა დემეტრეს თაობა ნაკლებად არის ხო ხები უფრო აი რაღაცა ჩემი და ჩემი ისოცნების სასრულება იყო ვიდრე ხო მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს იყო რაღაცნაირად ოცნება რომ ჩემები წამოყვა მე კი არა უფრო ჩემები რო ყოფილიყო მე ვიდრე მე და მაგრამ მისამე ვერთაჩება დამეხმარი არ ვიცი არის რანაირი მიმართულების ქვეყნები უფრო გიზიდოს ეგრე საინტერესო აზია და თქვა ისეთი უფრო გამოხატული კულტურა მოდი ინდოეთი იყოს ზემახლა ლაპარაკობთ ინდოეთზე მოდი იყოს ინდოეთი
კი, მაინც კარგი საინტერესოა, ისტორიულია, ძალიან მრავალფეროვანია და ერთხელ მაინც როგორც წერანი ხარ ლაპარაკობდით, ერთხელ მაინც უნდა დადგა იმ დალოცულად იმას. ფეხი ხო. შეიძლება ახლა სხვა მიმართულებით ვფიქრობ, მაგრამ სამივე ზიანი და აი განსხვავებულად, ხო, არა, ახალი წლის ეს ლაპლანდია, მოდი ახალ წელს დავტოვოთ და ეხლა მზე გვინდა იყოს საქართველოს ყოფა, ზამთარი და სუსხი ახაც გვეყოფა არ გვინდა. ვერ მოგზაურობას გისურვებ. მადლობა. იყო საუბედასროლები, ოღონდ ბედნიერი ასი ქინა. მე ველოდებოდი ამ ყველაფერს, რაღაცა აი ამ ხელა ერთკვირიან რაღაცა მოგზაურობას, რაღაცა მეთქი მაინც აეროპორტშიც იყო მე სხვა აეროპორტში დაგვიყვანეს და სხვა აეროპორტში დაგვიყვანეს, კიდე იყო რაღაც გადაცვალეს იტალიაში ჩაფრენის ლოკაცია და აქაც წარმოუდგენელია რაღაცა რომ არ მოხდეს. თუმცა რაც კარგად ხარდო ყველაფერი კარგია. მადლობა მარიკო ებრალიძემ გაგვიზიარა თავისი სამოგზაურო თავგადასავლები და დაგვიტოვა თავისი სურვილების, ასე ვთქვათ, სად იმოგზაურებდა და დავაკვირდეთ, ალბათ ვიშის სულდება ეს სურვილები და ამ გადაცემის გამეორებას მოისმენთ 4 შაბათს საღამოს, ხოლო მომდევნო კვირას დაგიბრუნდებით უკვე ახალი სტუდიით და ახალი სამოგზაურო მარშრუტებით. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის. მადლობა.